რუსეთის იმპერია იყო პირველი, ვინც გვაკადრა ის, რაც არავინ არ გაბედა. აზრათაც ამოუ 1811 წელს გააუქმეს ქართული ეკლესია საერთოდ გააუქმეს და აღნიშნეთ ეგზარხოსები პირველი იყო წარმოშობით ქართველი ერისთავი იყო პარლამენტისთავი, მაგრამ ხო ის როგორ ხდება ხოლმე დამპყრობელი სამსახურში რომ ჩადგები იმაზე საზღარი ხდები და ნუ დანარჩენ ეგზარხოსები იყვნენ უბრალოდ კრიმინალები. ხეა, კრიმინალები. მთელი საქართველოს ქონება აქვს დაზიდული დღემდე რუსეთში. მთელი საქართველოს ქონება არ დაუტოვებთ ტაძარი რომელიც არ გაძარცვეს, რო იცოდეთ. გარყვნილი ყველა იყო მანიაკი. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სპეციალურად გვიგზავნили. და აი არა მხოლოდ ეს ალფეევიც რომელსაც ახლა გვიგზავნიან, ამასაც საშინელი ბიოგრაფია აქვს. არა მხოლოდ გაგვიუქმეს ეკლესია სინამდვილეში, არა მხოლოდ გაძარცვეს და მთელი ქონება გაიტანეს. ტაძარი არ არის დარჩენილი, რომ ნახოთ სია რამდენი ტაძარია გაძარცვული 19 საუკუნეში მარტო რომ შემოვიდა. და უბრალოდ ფიზიკურად გაგვინადგურეს საუკეთესო სასულიერო პირები. შენ ხო იმერელი ხარ, თიაში. კი, სხვათა შორის ახლა გისმენთ, გელათს თურმე 3 დღე ცლიდნენ გელათის საგანძურს. 3 დღე ცლიდნენ გელათის მონასტერს. და ფიზიკურად მოგვიკლეს, მაგალითად გაენათელი ეპისკოპოსი 80 წელობა მიაყენეს ტანზე, ტომარა ჩამოაცვეს. ქუთათელგან. ხალხზე და ისედაც მოკლულ რუსებს. რო არაფერი თქვა დანარჩენ ბოროტებაზე, რაც ჩადენილი აქვს რუსეთის იმპერიას ქართული ეკლესიის მიმართ.